მე როგორღაც შეუზღუდავი ცუდომა მაქვს ეგვიპტის დიდ პირამიდებზე. არა, ეს ყველაზე მაგარი რამეა, რაც ოდესმე მინახავს. ჩვენ შევალთ უძველესი ფარაონების სამარხებში, ისეთ ადგილებში, სადაც შესვლა ლიტერალურად აკრძალულია, რადგან წარმოუდგენლად საშიშია. რა მოხდება, თუ გადავარდებით? კი, მაშინ აუცილებლად მოკვდები. ჩვენ კი პირამიდების ქვეშ მდებარე საიდუმლო მიწისქვეშა სამარხამდე მისასვლელად ცურვაც კი მოგვიწევს. მხოლოდ 100 საათი მოგვეცა გამოსაკვლევად და ჩვენ ამ წამიდანვე ვიწყებთ. გამომკევით, ბიჭებო, ძალიან მაგარი იქნება. ეს უბრალოდ საოცარია. ვინმე 4500 წლის წინ ეს ქვა აქ დადო. სწორია, ეს პირამიდა დაახლოებით 4500 წლისაა. დერეფანი, რომელშიც ვიმყოფებით, ეგვიპტოლოგების მიხედვით, მეფე ხუფუს სამარხისკენ მიდის, ფარაონისკენ, რომელმაც შესაძლოა პირამიდების აგება ბრძანა. ეს ოთახი ცნობილია, როგორც დიდი გალერეა. როგორ ფიქრობთ, პირამიდის რამდენი პროცენტი გვაქვს ნანახი? ამ კითხვაზე პასუხს, ალბათ, ვერასდროს გავიგებთ. აი ეს ყველაზე მაგარი პასუხი იყო. შემდეგი ოთახი მეფის საბოლოო განსასვენებელი ადგილია. ჩვენი აზრით, დიახ, მოდი, შევიდეთ. ღმერთო ჩემო. ბიჭებო, ეს რა არის? 4600 წლის წინ ამ დარბაზში შესაძლოა მეფის დამამარებული სხეული ესვენა. აქ დაკრძალეს ფარაონი. ეს არის ის, რასაც ჩვენ ვუწოდებთ მის საბოლოო განსასვენებელ ადგილს. ვუწოდებთ? ანუ დაზუსტებით არ ვიცით? ფიქრობ, სადღაც ამ პირამიდაში კიდევ ერთი კამერაა, რომელიც ჯერ არ აღმოგვიჩენია და შესაძლოა იქ იყოს მეფის სხეული. იცით რა, ამ ვიდეოში ჩვენ მას ვიპოვით. სანამ სხვა დიდ პირამიდებს გამოვიკვლევთ, მინდა რომ საბაზო ბანაკი გაჩვენოთ. კი, ეს კარგი ადგილია. გვაქვს სადილის მაგი და კარვები დასაძინებლად და კარგი. ჩვენ განათებაც კი წამოვიღეთ, რომ ბანაკიდან პირამიდები დავინახოთ. ალბათ ეს ყველაზე ძვირადღირებული ღამის განათებაა, რაც კი ოდესმე არსებულა. ეს ის პირამიდაა, რომელსაც ხვალ გამოვიკვლევთ. მინდა რომ დილის 5 საათზე დავიწყოთ. ყველამ გამოიძინეთ. ეს პირამიდები ისე ტექნოლოგიურად განვითარებული იყო თავისი დროისთვის, რომ ზოგი თვლის ისინი წინარე ეგვიპტურმა ცივილიზაციამ ააშენა. ზოგი კი კიდევ უფრო გიჟულ თეორიებს უჭერს მხარს, მაგალითად უცხო პლანეტელებს. თუმცა ეგვიპტოლოგები დარწმუნებული არიან, რომ ისინი პირველმა ეგვიპტელებმა თავიანთი მეფეების სამარხება დააშენეს. კარგი ბიჭებო, იმედია მზად ხართ ჩვენი სიის შემდეგი პირამიდის, ხეფრენის პირამიდის შესასწავლად. რა არის განსაკუთრებული ამ მონსტრის შესახებ? აი ეს პირამიდა გვაჩვენებს, თუ როგორ გამოიყურებოდა პირამიდების გარესაფარი. ისინი ასე გამოიყურებოდნენ ერთ დროს. რამინ ჩვენი ჯგუფი თითქმის 100 ფუტით დედამიწის ქვეშ, ხეფრენის პირამიდაში ჩაგვიყვანა. ეს არის ადგილი, სადაც თანამედროვე სამყაროში ძალიან ცოტას ჰქონია წვდომა. სიმართლე რომ ვთქვათ, არ ვიცოდით, რას უნდა მოველოდეთ აქ ჩასვლისას. უძველეს ეგვიპტელებს მუყაო ჰქონდათ? დიდი ხნის განმავლობაში გვჯეროდა, რომ ეს მეფე ხეფრენის დასაკრძალავი კამერა იყო. ახლა კი მას ნივთების შესანახად იყენებენ. ჯიმი, ისინი პირამიდას აღადგენენ. ინსტრუმენტები ხომ დასჭირდებათ? ესე იგი, ნამდვილი სამარხი არსებობს. დიახ, რამინ რეალურად წაგვიყვანა იმ ადგილას, რომელიც სავარაუდოდ მეფე ხეფრენის დასასვენებელი ადგილი იყო. ხედავ მაღალ ჭერს. აი აქ. მეფე ხეფრენის საბოლოო განსასვენებელი ადგილი. არა, ეს ყველაზე მაგარი რამეა, რაც მინახავს. რა ჯანდაბაა, ძმაო? ეს რა არის? მოიცადე, შეხედე თარიღს. ეს გრაფიტი იმ კაცს ეკუთვნის, ვინც ეს სამარხი აღმოაჩინა. ეს არის ადგილი, სადაც ფარაონი დაკრძალეს. ეს არის მეფე კაფრის საბოლოო განისვენების ადგილი. უპატივისცემლობა ხომ არ არის აქ დგომა? არ მეშინია უპატივისცემლობის როგორც წყევლის. რა გავლენას ახდენს წყევლა შენზე? გინდა სცადო? არა. კარგი, წავიდეთ აქედან, სანამ წყევლას არ მივიღებთ. ой ღმერთო, ეს პირამიდა გიჟურია. მეფის სამარხმა ბევრი ჩვენი კითხვა ვერ უპასუხა. თუმცა პორტალი ქვემოთ, პირამიდების ქვეშ, შესაძლოა შეიცავდეს ყველაფერს, რასაც ვეძებთ. ეს არის ღვთის ოსირისის სამარხი, სადაც ძალიან ცოტა ადამიანია ნამყოფი. რას ვაკეთებთ? როგორიც გონია, ქვედა სამყარო ღვთის სამარხი ძალიან ღრმად არის მიწის ქვეშ. ოჰ, ღმერთო არა. შენ წინ წადი, კარლ. ой ღმერთო. ой ღმერთო. რატომ მიდის ასე მშვიდად? ეს არის შესასვლელი, კარლ. ჰო, ღვთისთვის ქვედა სამყაროდან. ეს მაღალი კიბეა, ნამდვილად ძალიან ღრმაა. როგორც ჩანს, თუ დაეცა, ოჰ, დიახ, ნამდვილად მოკვდები. ო, ეს უკვე საკმაოდ შემაშფოთებელია. და თუ უკვე საკმარისად არ გვეშინია, ჩვენ მაშინ წავაწყდით ამას. 3000 წლის მუმია. ღმერთო ჩემო, რატომ ვამჟღავნებ ამას? ძმაო, ეს მორღვეული თავის ქალაა, ეს თავის ქალაა, ღმერთო ჩემო. როდესაც იქ ჩავდივართ, ჩვენ იმდენად ღრმად ვიქნებით მიწის ქვეშ, რომ შესაძლოა ჟანგბადის ნაკლებობის გამო ვკარგოთ გონება. მათემატიკურად, ჩენდლერი მიემართება ოსირისის დასასვენებელ ადგილას. ой, მე წყალში ვარ.
შეგიძლია გითხრა, რომ ჰაერი აქ საკმაოდ თხელია. მოდით, რა არის ეს? ოჰ, აქ ქვაა. ეს ქვაა თუ სახურავი? ოთახის ცენტრში არის ღვთის ოსირისის სარკოფაგი. აქ არის სავარაუდოდ ქვედა სამყაროში შესასვლელი. ხო. მოინდომე შესვლა. ქვედა სამყაროში. ხო, რა თქმა უნდა. შეგვიძლია შევდივართ. ღმერთო ჩემო. ეს სარკოფაგი allegedly არის ქვედა სამყაროში შესასვლელი და ფაქტობრივად აქ არასდროს არ ყოფილა ადამიანები. რამდენად ღრმაა. ოჰ, ღმერთო. რატომ ვარ აქ? გახედე იქ იმ მარჯვენა კუთხეში. ეს არის შახტი, რომელიც არავინ იცის სად მიდის. კარლ, შედი შიგნით. შეიძლება? ძალიან მეშინია, ძმაო. კარლ, ეს არ არის ჭკვიანური. ბიჭებო, მე პირდაპირ ძველ ეგვიპტეში გვირაბში ვარ, სადაც არასდროს არავინ შესულა. არავინ არის ამდენად გიჟი. შეგიძლია აგვიხსნა, რა ხდება? მე ვარ მრუდეში მღვიმეში და სულ უფრო ვიწროვება. ნამდვილად ცოტათი გაჭედილი ვარ აქ. კარლ, შენ ისტორია ქმნი. მხოლოდ ერთი ინჩი მაქვს თავისუფალი სივრცე, ძმაო. ჟანგბადის უსაფრთხო ზღვარი უკვე გადაცილებულია. შეგვიძლია გამოვიდეთ? მზად ვარ. მანამ სანამ ყველა არ დავიხოცებით და თვითონ არ ვნახავთ საიქიოს. ამას ელეგანტურად ვერ გავაკეთებთ, ხომ? იქიდან რაც შეიძლება სწრაფად გამოვედით. რადგან მინდა ვიცოცხლო იმდენ ხანს, რომ შევისწავლოდით გიზას პირამიდის ის შახტები, სადაც თანამედროვე დროში უფრო ცოტა ადამიანი ყოფილა, ვიდრე კოსმოსში გაფრენილა. ვის უნდა აკლემით გასეირნება ჩემთან ერთად? მოეფერე, არ უნდა. აკლემს ოდესმე უკბენია შენთვის? კი. გითხარი. წინ დიდი დღე გველის კვლევებისთვის. ეს დაუჯერებელია. ჩენდლერ, კარგად ხარ? არა. წაიღე, მას არ უნდა. გქონია იმ ქემლმა დაკბენა? დიახ. და ეს ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მაგარი გადაღებაა ever. მე უბრალოდ ვიგრძენი კამელზე ერთი დიდი ეგვიპტის პირამიდების წინ. ახლა მთელი გიზის პლატოს დირექტორი გვიერთდება ჩვენი მესამე პირამიდისთვის ჩამოთვლაში, მენკაურის პირამიდისთვის. თუ ქვედა ნაწილს შეხედავ, კიდევ იქნება გრანიტის ზოგიერთი ნაწილი, რაც 4600 წლის წინ დარჩა. აქ არის ის, რაც მათ სჯერათ, რომ ასე გამოიყურებოდა. მაგრამ ახლა ეს თითქმის 5000 წლის შემდეგ დარჩა. ეს ჩემი მეგობარი ნოლანია. შეიძლება გავუშვათ ისმისად ვტომადი იქ? დიახ. მივიღე უფლება, რომ გავაკეთო რაღაც, რაც ჩვეულებრივ არალეგალურია. შეძლებ თუ არა, უბრალოდ დამიძახო ნოლანზე? ის გადაიშლება. ძალიან ცოტა შანსი გაქვს ასვლის ეგვიპტის პირამიდაზე. მე ამას ვგეგმავ, ძმაო. დაციე ახლა. დაციე. ქვემოთ. დიახ, ქვემოთ. კარგი. ის ხუმრობს. გააგრძელე. ის ხუმრობს. ძმაო. ო ღმერთო ჩემო, მეგონა რომ დააკავებდნენ ან რაღაცა. მოდი გავაკეთოთ ეს. კამერა იქ ჩაიყვანე. რატომ არის ასე ბნელა? ჩვენმა შუქმა გამორთვა. ოჰ, კარგი. ამით აიხსნება. კარგი, წაიყვანე წინ. პირამიდის პირველადი დაშლა მიგვიყვანა ხვრელში, რომელიც იყო 100 ფუტი მიწის ქვეშ და იქ გავედით პირველი ოთახში, რომელიც ეგვიპტური ისტორიის განმავლობაში ჰქონდა დეკორატიული ამოკვეთები. რა არის ეს? ცდარი კარებების დეკორაცია. არანაირი დეკორაცია არ იყო პირველ დინასტიაში არსებულ პირამიდებში, გარდა ამ ერთი. ასე რომ ეს გაკეთდა 4-5000 წლის წინ. და რაც შეეხება ყველაფერს, მე ვიფიქრებ, რომ ეს ასევე გულისხმობდა მასიურ ნახევრად ადამიანურ, ნახევრად ლომოს მთას სკულპტურას, რომელიც დარწმუნებული ვარ, სავსეა საიდუმლოებისგან. და ახლა ჩვენ ვართ ამ სფინქსთან, დოქტორ ზაჰისთან, კაცთან, რომელმაც თითქმის ყველაფერი იპოვა აქ. მივხვდი ონლაინ, რომ სფინქსის ქვეშ ბირვით არის ტაძარი, რომელიც სავსეა ოქროთი. და მე მაქვს მისია, გავიგო. ვინ არის მართალი? დოქტორ ზაჰი თუ ინტერნეტში ყველა შეთქმულების თეორია. ვერ დავიჯერებ, რომ სფინქსში შევდივარ. მინდა ვნახო ეს ტაძარი ნამდვილად არსებობს თუ არა. არ ვარ დარწმუნებული, რომ დავეტევი. კარგი, ვნახოთ არის თუ არა გარცხეული ოქრო. ზაჰი, უბრალოდ ვხედავ ცარიელ ხვრელს, მერე კი მინდა რომ დოკუმენტი გააკეთო ახლა. გჭირდება დოკუმენტი. კარგი. ზაჰი, სფინქსში არაფერი არ არის. ჯიმი, შენ გააკეთებ ისტორია. და რა უკეთესი გზა ისტორიის დასაწერად, თუ არა მომავლისთვის წერილის დატოვება? როგორ ფიქრობ, რამდენ ხანს გასტანს ეს ქაღალდი აქ? 1000ობით წელი. ახლა გამოვთხაროთ, ამ წერილთან ერთად, ამ ოქროს სვორმის დამარხვა შემიძლია. პერფექტი, ეს ღირს $10,000. ეს მომავლისთვისაა.